ცხელ ძაღლში ვიყავი მსახიობი. მესამე სართულზე აი ესე გააკეთა. აქ აი ეს დაემართა, აქ ამომივიდა გული და უცბად შუქი ჩაქროსავით და всё. წვრთნელი სტადიონს მალაგებინებდა. სანამ დაალაგებდი გახურდი შედიხარ ამას გეუბნებოდა თუ ეგრევე შევარდებოდი. ჩიტი დავიჭერეთ. დღემდე გონიათ ჩემს ვაკაცებს რომ ნაჭავი მაქვს, მე არ მიჭამია, რო იცოდეთ. ბეშიქტაშის ფორმა მეცვა და მეგონა რომ რეალის ფორმა იყო. მოგესალმებით ჩვენო ცუდო მეგობრებო, დაგიბრუნდით დეტექტივის ახალი ეპიზოდით და ჩვენი სტუმარი არის გიორგი ქორიძე. სალამი გიორგი, როგორ ხარ? ვიცი, კარგად ვარ. ცოტა გავსუქთი წინა გადაცემასთან რო ვიყავი, მაგრამ კარგად ვარ. აბა დღეს როგორი განწყობა გაქვს? ბიჭო რა, ცოტა ნაბახუსებზე ვარ, რა გუშინ ვიყავით, სად ვიყავით რე. რასად როდის სპორტულზე, მე და შენ, კი? სადაც ჩაიხლიწე გიორგი ქორიძე თუ ეს არის მასში? დღეს იცი რატომ მოხვედი აქ? სიმართლე უნდა ვილაპარაკო. ხოლოდ და მხოლოდ. ნუ ნახულობ. აი ახლა გიორგი აგვიხსნის. თავიდან იქნებიან დეტექტივის ამ ბრალდებულის როლში, იტყვი რაღაც მოცემულობას და უნდა გამოვიცნოთ სიმართლეა თუ არა. კითხვების დასმის უფლება გაქვს, რა თქმა უნდა. დაიწყებ თუ დავიწყოთ? როგორც wish you. როგორც გინდაო. ამას გერმანული განათლებაა. ჩემი ისტორია არის ესეთი. რახან ფეხბურთთან ცოტა ახლო შეხება გაქვს. გეტყვი ესეთ რაღაცას, რომ ფეხბურთიდან იმის გამო გამოვედი, რომ წვრთნელი სტადიონს მალაგებინებდა. მეჯო სანტიაგო ბერნაბეუ თუ იყო დასალაგებელი, არ უნდა გამოსულიყო. თობლიან სტადიონს გავაგებინე. არა, ჩვეულებრივ გამინდიში მომიწია ის ორი ვარჯიში მისვლა. კარგი. სტადიონს ვინ ანაგვიანებდა? თვითონ დანაგვიანებული იყო სტადიონი, ან წაროიდგინე. რონალდო გამოვიდეს დამლაგებელი შევიდეს ამას რო იძახის. თავიდან წარმოიდგინე ძველი დრო არის და მაგდროს ახლა არ იყო ისეთი საშუალებები, რომ მე არა პირობითად ბუნებრივ საფარიან სტადიონზე და იყო ბუნებრივ საფარიანი სტადიონი, მაგრამ იყო ალაგ-ალაგ ეს ბუნებრივ საფარიანი სტადიონი. ხო და დანარჩენ ადგილებში იყო ძალიან ბევრი ნაგავი. ნაგავი ესე ციდანცვიოდა. ვინც მიდიოდა და თამაშობდა, ხო ბაზა არ იყო ეგეთი კარგი ბაზა და რო ვინც მიდიოდა და თამაშობდა. სად იყო ეს ბაზა? მოსკოვის გამზირზე. ნახევარმცველები რო სვავდნენ, ბოთლებს იქტოვებდნენ. ხო, აი დაახლოებით ეგეთი რა. ძროხა რო უნდა გადენო. და ყოველთვის შენ გავაგებინებდი. არა, მარტო მე არა, რამდენიმე დავდიოდით. მაგრამ ყოველთვის მეტელი ფორმები ეცვა და დალაგებდა. ხდება, იცი, ლატერალებს ალაგებინე. ანუ ეგ იყო შენი ფეხბურთის ორჯერ ვიყავი მის. პირველ დღეს ქვები გადამაყრევინეს და ხები და გადაყარა. ხო, მეორედაც რომ მივედი, იგივე სიტუაცია იყო, ქვები უნდა გადამეყარა და მესამედ აღარ მისულა. შენ სულ ამბობ, რომ ჩაკვეტაძე იყო ჩემი, იმას რას ალაგებინებდნენ. იმას არ ალაგებინე. ის კარგ დროში შენ დალაგებულზე თამაშობდა? ის კარგ დროში დაიბადა ერთ-ერთი და მე მეორე მე მეგონა სამშობია და მე დინამოზე შევიდა და დინამოში შევიდა. ხათაშორის ერთი თვე ჩემი გუნდელიც იყო დინამოში. შენც ალაგებდით? დინამოში სინჯებზე ვიყავი მე ერთი თვე და სულ ბოლო დღემდე მივაღწია და მე გამომიშვეს. ის გახსოვს რომ დაიშლებოთ ვიღაცა რო ალაგებდა ხოლმე. ჩემი მაგაცი იყო ხათაშორის ეგ. ცნობილი დავლაგებელი, ხათაშორის ტრანსფერიც მქონდა. საკმაოდ დალაგებული იყო. წვრთნელს რა ერქვა? აუ არ მახსოვს, მაგრამ შემიძლია გითხრა ერთი ფაქტი, გარინჩას ეძახოდნენ, იმიტომ რომ კოჭლი იყო. მე მაქვს კითხვა. სანამ დაალაგებდი გახურდი შედიხარ ამას გეუბნებოდა თუ ეგრევე შევარდებოდი. პირდაპირ არ მქონდა. ტაქტიკას თუ გიხაზავდა რომ ახსენე ბურთს მიგაკარა. ცენტრის დალაგება მიწევდა. ბურთს მიგაკარა ბურთს. ბიჭო, აი ისე რა, მაგრამ არ გვითამაშია რა, გეუბნები. აი მოვიდა, ცოტა ისეთი წვრთნელი იყო, კოჭლი იყო და აშკარად ფულის აღების მაფია ქონდა მოწყობილი რა, ხო ხტები და. რამდენი კაცი ალაგებდით? ალბათ 10 ბავშვები. გუნდში რამდენი იყავით? პატარები ვიყავით, ხო. 10 კაცი თუ ალაგებდით? კარგი. ვინ ვარჯიშობდა? არავინ, ყველა ალაგებდა. მე დუგეს корпуსი მაგადგილას მე ამათ რო კარგად გაყვა. ვინ გაყვა დალაგებას? ცნობილი დამლაგებელი ვინ ვიცი? ის დაუფაიერი ხო იცი? არა, ნახევარდაცვაში ჩაკვე ალაგებს ხო? კი. მაგრამ აი კარგი აქედან დაგწავა. შეიძლება ჩემგან დაკრა. იცი რა? იმით რომ და ისეთი ისტორია რომ
ვერ დავზრახავ შენს წვრთნას, რომ უნდა დაალაგო. სადაც ვარჯიშობ, ეხლა თავი რო დაარტყა იმ თქვას. თან გარინჩა თუ იყო, გარინჩა ვერ დაალაგებდა მაგას ეხლა. არა, რატო? პირიქით. ქვას აიღებდა. მაშინ მარჯვრი ვალაგებდა მარტო. იქით ეზარებოდა მოტრიალება. ვერ უხვევდა ბოლოს. ცაციათი კოჭლი გვინდა ზურა რა დავამთხია და კარგი რა იქნებოდა, იცი? ამის კოჭი რო დაეზიანებინა, რომ სპეციალურად და ეს ყველაფერი გაგზავნა სულ 2 ვარჯიში. სიწელი კაცო რა. მაგრამ 2 ვარჯიში. სული გადახდელი ქონდა წინასწარ? მაგრამ ხობათ ეხლაც აქ მიდის ალაგებს ეს და ეს ჭიქა რომ მე გავრეცხობა. მოატყუა, ანუ წვრთნელი ფული არ ქონდა გადახდელი, ორჯერ მივიდა, დაულაგა. და ფულიც არ გადაუხადა. ფეხბურთზე რო უვლია. ჯერა. მაგრამ შეიძლება ეს დაალაგება საიდანღაც მოიტანა. შეიძლება. რო რამე შორს არ არის სიმართლისგან, მაგრამ მგონია რომ აი რაღაცა შეკერა რა. ჩემი პასუხი არის ძაღლი რო ძალიან გაზმანულია, არა? არა. არა, ტყუილია? დიახ. ნახე. ძალიან დავცი სიმართლე თუ დამლაგებელს დაუძახებ 2 თვე. კილოცა. გიორგი დავლაგებელ ჩანდორიძე. სანგი არა თუ იცით უკვე ცუდ მეგობრებში. ვინდა ალაგებს საკავრო. მე ბატონო, სტადიონს კიდე დაბლა რო არის. ხო, არ დაიწყო ეხლა არიუაროს. ვალაგებ გერმანულ სტადიონში. გერმანული განათლება მაინც. ჩემი ისტორია მდგომარეობს შემდეგში. თებში გაბნეულა. ბავშვი ვახსენე წეღან. და ბავშვს უკავშირდება ეს ყველაფერი. ჩემმა ცოლმა იმშობია რა ერთ-ერთ კლინიკაში, რომელსაც ქვია ჰერა. ჰერაში დამყოფები ხართ? შეიძლება, მაგრამ არ მახსოვს დედაჩემს სად იმშობია ჩაჩავაში არა. მოკლედ, ჰერაში ვინც დამყოფია, ყველა მიხვდება რა. ჰერაში არის ერთი ლიფტი, რომელიც არის არ ვიცი, მეზოზოური ხანის და მე ზოგადად ლიფტები. თვითონ ჰერა ანტიკურია ეხლა. ხო, ლიფტები არ მიყვარს მე. ვიცი, წეგან გავიგე. და ჩემი ცოლი მერვე თვეში რო იყო, კიბეებით ფიზიკურად ვერ ადიოდა მე-7 სართულზე. ამიტომ მეც მიწევდა ხოლმე ამ დამპალ ლიფტში შესვლა. და ამ ლიფტში 4 კაცზე მეტი შესვლა არ შეიძლება. მაგრამ არსებობენ აბეზარი ადამიანები, რომლებიც მაინც მოეტენებიან შიგნით. და აღმოჩნდით საბოლოოდ 5 არა ბავშვი 6 ადამიანი აღმოჩნდით ამ ლიფტში და დაიძრა. ოღონდ როგორ იძრება, იცი ეს ლიფტი? რო შედიხარ, ამას აკეთებს და მერე ადის. აი, პახ და გააკეთა და ადის და სხვა შორის აწერია იქ რომელ სართულზე ხარ და მესამე სართულზე აი ესე გააკეთა, პაკ. ოღონდ არ ჩერდებოდა და აი ეს დაემართა, აქ ამომივიდა გული და უცბად შუქი ჩაქროსავით და всё. არა, გაჩერდა არა, მე აღარ ვიცი რა. შენ გაიხშე? და აი ხაც რო ვახსენება, ძალიან ცუდად ხდები. და აღმოჩნდი, თვალები რო გავახილე, აღმოჩნდი, ჩემი ცოლი აქეთ მედგა, აქეთ ერთი ორსული იწვა და იქით ერთი ორსული ფეხზე. იქით ერთი ორსული ფეხზე იდგა შეერთებული წვეთოვანზე და მოდიოდა ჩემკენ და ეს იყო ჩემთვის პირველი და იმედი მაქვს უკანასკნელი გულის წასვლა. საშინელებაა რა მოკლედ, გამოასწორეთ. ან როგორ გაგებოდა? ესე თუ ფილმში არა, ძალიან ჩვეულებრივად, არ ვიცი, ეგეთ შეგიძლია. კარი ჩვეულებრივი გასაგები. არა, ანუ თვაი რო გავახია, ჩემი ცოლი მედგა თავზე და ძალიან შემწხვა. სასწლო რა იქნება, ჩემი ცოლი და ბავშვი მედგა და ეგ რო გამაზე ყველა. მამა, გაიღვიძე. მე და შუმახერმა რო დავიღვიძე. ბევრი წელი რო იყო. შუმახერს შვილნაშვილი ყავდა და მე შვილი. საინტერესოა. ისე რეალურად რამდენი ხანი იყავი გათიშულ თუ გახსოვს? არა, მითხრეს რომ 5 წუთი თუ რაღაც. იმის მე ფეხით ადიოდი? არა. არა, კიდე ლიფტით რის. 1-3-ჯერ ავედი კიდე. ოღონდ მეორე ლიფტიც არის, მაგ ლიფტით არ ავსულ. ეხაც ლიფტით რო ამოვედი, ამის დამსახურებაა რომ ესეთ რამე რო დავემართვა, ეხა ეს ლიფტი არ მგონია იმაზე უარი. არ შევარდა გიორგი დაალაგა უცებ და მე. ხო, ანუ სანამ ამოვიდოდით, შევიდა 5 წუთს შესული იყო ლიფტში, მეთქი რას აკეთებს თქო. წაკრული რა.
არა ის თვითმფრინავის გენი ქალების გენი სპაიდერმენის ფორმას რო ის შიგნით გაბნევს ბიჭო სხვათა შორის მითხრა რა გზაში ეგ ყველაფერი რომ იმის მეშინიაო ტიფტისო შეგამზადა ბიჭო შეგამზადა ან შემამზადა ან მართლა ეგ ისტორიაა მაგრამ მე მგონია რომ სიმართლეა ეხლა გაათანავრა ანგარიში გიორგი იყოს ნახე მე არავის არ გენდობა ამის თქმა ხო არ გინდა მგონია მე ეს ტყუილი მგონია ტყუილი გაუთანაბრებია რამე მსგავსი ისტორია ქონდა არა ლიფტში უბრალოდ მომიწია შესვლა და მართლა საშინელი ძალიან მეშინია მეთქი წერა იქ რო გეთამაშა რა მეთქი ძალიან კაი იქნებოდა რომ ახლა მთლიანი ეს მაგაზე ვიფიქრე ხა ის ისტორია რომ უნდა მოვყვეთ ხო ხა არ მინდა რომ ეგონოს რომ მეთქი წინასწარ რომ ამზადე ამე კაი იქნება ამე დავადგეთ სახში ლიფტის ფორმისა ლიფტის ფორმა კაი ჩემი ისტორია არის ასეთი რომ ცხელ ძაღლში ვიყავი მსახიობი მე რამდენი როლის შემსრულებელი ერთი ძამი პირველადი არა მეორადი არა მესამედი არა გვამადი სხვა არის აი არა გვამადი არა მეხუთედი ალბათ ესე რომ დაყო მაგრამ ყველა სახსოვს მარინა კახიას დარწმუნებული ვარ ანუ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა შვებოდი მოდი ბიჭებო ერთად გავიხსენოთ მარინა კახიას რომ მერვედან აგდებენ ხო იცი ეს ფეხები ვისაჩუჩოს მე-6-ზე ჩანდა სარეცხს ფენდა ხო? ცოცხს რო. მარინა კახიანი ეს ვიყავი მე. მარინა კახიანი. ეს იყო ცოცხი ეს იყო. ცოცხი ხოლმე. ჩემი მიმართულებები მინდა. აი სად შეიძლება ყოფილიყო? მოდი მასე მიმსჯელოთ რა. ვეთყვის სად იყავი? იქ ბირჟაზე რო ის მოდი მიმსჯელოთ და მე რა შუაში ვიყავი. იქ ბირჟაზე რო კალდუნა რო გამოჩნდება სკლინტასთან იქ ბირჟაზე ის ყური არის ჩემი. კალდუნა რო აჭრე. ლიმონადი. კალდუნას რო. ემა ხო არ არის ეს თვითონ ბუტკიდან რო გალგავა. ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ როლს ასრულებდი, ხო? და არა მუშაობდი და გადამღები იყავი და ყველა სახსოვხარი გარშემო. არა, როლს ასრულებდი. ურანი იყო ეს. ძალიან მნიშვნელოვანი. ტექსტი გქონდა? თებზი შეიძლება. ტიტრებში ეწერე? დიახ. ვა, ტექსტი შეგიძლია მითხრა? თუ არა? ტექსტი რო გითხრა ძალიან მარტივად არ გამოიცნობ მაინც, იმიტომ რომ ეხლა მოვიფიქრებ რამე ტექსტი. ტექსტი რო გითხრა გამოიცნობ. ძალიან მარტივად. თებზი იყო ამის ტექსტი გეხვეწები. თებ. ტექსტის გარეშე რო კი, შემიძლია. მედი აბა. შეა? წახვედი? კი. მაგის ფერე აღარ მიგიღია მონაწილეობა. ვარ. კარგი, საიდან მოხვდი მანდ? მამა ჩემი არის პიროტექნიკი, ანუ აფეთქებებს და რაღაცებს აკეთებდა ყოველთვის და მაგ ფონშიც ბევრი იარაღის სროლა და მოხვედრა იყო და მაგით. ჩერეს მამა ჩემი. და დაყვებოდი გადაღებებზე და რამოდენმე გადაღებდა და ამ წელს იყავი. 6-ის ან 7-ის. ანუ ემა გამოირიცხა. არა, პირიქით. ება დაწილაურდა. 0-6 ხო არ იყავი რა იმის. მეც ერთი მომენტი ვიფიქრე, ან უკან ხო არ იჯდა თქო. სულ, აი პატარაზე რო ჩანს სულ. იმას რო კლავენ გვერდიდან. პლოტ ტვისტი რო ეგ იყოს, რომ ბოლოში 25 კადრი არევია რა იმაში ყოველაში გამოდის ხოლმე და გამახსოვს. გივისი ხარულდა ვიყავი, გივისი ხარულდა. გიოზე თქვით რა გამისწორდება. გივისი ხარულდეს რომ ბავშვი პარავენ. ნახე? იმაზე ჯინო. მაგრამ ნახე, ძალიან წყნარად გააკეთა ეს. რო პარავენ გამტაცებელია და ფულს აძლევს. კარგი ხარ. ეს არის გავტაცებელი? ხო. 6 წლის ბავშვი? ხო, არის იმას ბავშვები როგორი ნიჭიერები, ვუნდერკიდი იყო რა. იქ просто იმაზე უნდა ვეყვანე რა, აძინდომაში, მაგრამ ის დაწინაურდა იქ და მე აქ რა. მე იმას ნარკომანი გახდა. ვისა რა, ეგ არის კი. მე უფრო ყავა და ლუდისტი ვარ. ნორიკო თუ? აი ეგრე ვერ ჩემები არიან ყველანი. რომელთიც და ნორიკოს მოაჭრეთ იმითიც არა. ჰე, რაღაცა თქვი, ან შემაგინე. არა. რა პრობლემაა იყავი ლივერპულის ფანი. მადლობა. რაღაცა თითებს აკეთებს ვერ ხედავიო. ხო, არ ვიცი რა თითებს აკეთებს PSG ლივერპულის ანგარიშ წინასწარ აჩვენებს ვითომ? ზუსტად. კარგი. მე მგონია რომ ის რა ქვია მანქანას რო პოლიციელები აყაჩაღებენ ხო ის მერსედეს რო ატარებს. ეგ იყო ნიღბიანია და ეგ იყო რევია. ფული მოვეცი. არა, იქ მანქანას ატარებს. ჩემ ბორდიოს კარგად აკეთებოდი ეგრე დავიწყოთ მაგრამ არა ეხლაც. პაროდიებში გამოჩენა უნდა. აი.
მე ვგონებ აჰა ძმაო აი რომ ეს არის ნახე მსგავს რაღაცებს აკეთებენ ხოლმე რომ მე აურები მოიკრიბონ რომ აი ნახე მინიშნებასაც ვაძლევთ და მაინც ვერ ხდებიან ამიტომ ეს არის ტყუილი კარგი მათხოვე ერთ წამი კიდე ერთხელ გეტყვი და თან ტექსტ დავაყოლებ მაშინ გეგდა ბიძია ეს წერილი თქვენთან გამომადანეს აიცა იმას რო აუტანა აუ იმას რო აუტანა ქათამადეს რო წერილს აძლევს ეგ ბავშვი ვიყავი და 10 ჯერ სწორად გააკეთა წერილის მიცემა და გადმოგაწოდა წერილი ქათამადეს წერილს აძლევს ეგ ბავშვი ვიყავი მე ბიძია ეს თქვენთან გამომადანეს დავიწყო ჯერა დაუცემინარია ისმენთ დილით მოვითავე შეიძლება ისე 12-ზე 3-ზე 6-ზე არა ერთი თუ ხელი მომიხვდა აი ეგ რაღაცა აი რო ვიხოცო იმასავე ხარ კოკოტეტიშვილი ვითხარ აკა შეიძლება ცევილებას ვიცი კოტეტიშვილი თუ მოიგებდი გამაი ბოდიში უკაცრავად ბევრი ვერ გაიხსენებს არა უშავს წყურვილი მანკლავს მითხარ ჩემი შემდეგი ისტორია უკავშირდება ჩემს ბავშვობას მე 29 წლის ნუ ვერ ვიტყვი რომ ძალიან რთული ბავშვობა მქონდა მაგრამ ბევრი რამე არ იყო ჩემს ბავშვობაში ამიტომ არსებობდა პარკური არსებობდა თამაში ყველა პარკურისტი გავახსენა დედაენის ბაღში რო დახტუდავდნენ ახლა არსებობდა პარკური არსებობდა ჩაფუშული ბურთი და დაალაგებული ქვები და ეგრეთ თამაში ამით ბევრი გასართობი არ იყო თქვა ამის თქმა მინდოდა დარწმუნებული ვარ ყველას გაგვიკეთებია ბავშვობაში კაკანათი და არც მე და ჩემი მეგობრები არ ვიყავით გამონაკლისი მაგრამ ყოველთვის უშედეგოდ სრულდებოდა ხოლმე ეს ნადირობა ერთხელაც ეზოში გვედო კაკანათი დაყრილი მქონდა პურის გული და ჩიტი მოხდა პურთან ჩემაც მაგაცმა გამოაზრო ძაფი და ეს ჩიტი დავიჭერეთ მე დიდად მომხრე არ ვიყავი მარა ანუ თავარი მოგამი ეგ იყო რომ მაგიტო ვაკეთებ მარა გაინტერესებდა ჩემაც მაგაცმა ისქნა ანუ ოღონდ საშენ მერე რომ მომიყვნენ კიდე კაი არ შევხედე მაგას აწვალა ცოტა ნუ აღარ მოვყვები თქვი შენი სახელი იმან არ თქვა ეზოში მოდიოდა წყალი იქ ონკანზე ისქნა ანუ ძალიან საშინლად გამოიყურებოდა მოკლედ გაპატიოსნებული არ იყო მაგრამ ხამხამობით ხშირად ქუჩაში ვანთებდით ხოლმე ცეცხლს კარტოფილებს ვყრიდით და ჭამდით ხოლმე ძალიან გემრიელი იყო კარტოფილებით ჩავყარეთ ეს ანუ ძალიან აემხელა ოჯახური გააკეთეთ არა ის იქნა რა ქვია ჯოხი გაუყარა და დღემდე არა ოღონდ დღემდე გონიათ ჩემს ვაკაცებს რომ ნაჭავი მაქვს მე არ მიჭამია რო იცოდეთ ეგ ხორცი აქედან გაიგებთ ალბათ ამ ყველაფერს ყველამ ჭამა ყველა დავინახე სამივე ჭამა მე არ მიჭამია და არ ვამარ ესეთი რაღაც რავი არ უნდა გააკეთოთ ბავშვობა მაშინ რთული დრო იყო დავიწყოთ კითხვა რა სახეობის ფრინველი იყო ჩვეულებრივი ჩიტები რო არის ბეღურა ბეღურა თუ ქვია ხო ალბათ და სამაგასმა ჭამა ბეღურა ხო 4 ვიყავით სულ და სამმა ჭამა ხო აი ესე როგორ აი ესე გავაკეთებინე მაინც ეს ხარო ხა გააკეთე ბიჭო ბეღურა ნახე ჩემს უბანში იყო ადამიანი რომელიც ტრედებსაც და ბეღურებსაც იყო ვინმე მე ის ხო არ იყო მასტერშეფის ფორმატი ხო არ მიეცი დაშვედით ხალხს არა ანუ ღამღამობით ესე ხშირად არა მაგრამ ისედაც ცეცხლს ვანთებდით ხოლმე და კარტოფილი ვისაც ეკნებოდა კარტოფილს კუკი თურმეს კარტოფილს რო იმაშევოდით არასდროს არ მიფიქრია რომ ამას ვიზავდით იმიტომ რომ ვერ წარმოვიდგენდი რომ დავიჭერდით ნახე რამდენი უცნობია ამ ისტორიას კაკანაც აკეთებდნენ ესენი სადაც თან შეეძლოთ ეპარკურად პარკურობა ძალიან კაი შტაბიც გქონდა მე ყველას ვედა ეგ ა მუშტაიჩი თო მან სადგომა ქონდა შტაბი მუშტაიჩი არა ქვემოთ ბაღი გვაქვს და დასაფლავებულია ერთი 100 ცხოველი მაინც არის დასაფლავებული მაგ ბაღში რაც ვერ შეჭამეთ კინიგზის ხაზი რა დადის თუ კიდე ქვევით ამბობ არა კაცო მაგ ეგ ძალიან ქვემოთაა მე ვამბობ ზემოთ პირიქით კაცო აჰა კაი ბეღურა
გაგიძალიანდათ თუ ეგრევე არ შემიხედავს მე მითხრა თავზე ისო და აწვალაო. Просто საშინე, ანუ ხო გინახავს ქათამს გაპუტული, ჩვეულებრივ რაღა ფილეა და ამას ხონდა რაღაცები. ეგ ღაბუა იყო თუ ჩვეულებრივ? აუ, არ ვიცი, მაგრამ ნახე კიდე რა არ მომეწონა მის მოყოლესტოში რომ მე არაფერი არ ხო და რო გახედა კამერას და ახლა გეუბნებით რომ ანუ ამდენი წელი ხომ უეჭველი ვიტყოდი ზოგ-ზოგიერთებით კი არ დავუმალავდი დამლაგებელი რო ვიყავი მართალი ხარ სწორია ამანაც მოგატყუა წეგან მე რა მოგატყუეს იმართლე თქვი ხო და ანუ ჩვენთვის არ ქონდა ნათქვამი ეგ რატო უნდა მეთქვა აქ არის 20 წუთიანი ეგ რატო უნდა მეთქვა და YouTube-ზე ამბობს რომ ხალხმა შეიცნოს ასე YouTube-დან ნაკლებად მობულინგებები თქვენ მადლობა კაი სიმართლე არ მგონია რა არ მინდა რომ შენ ძმაკაცებს ბეღურა კონდეთ ნაჭამი არ მინდა შენი ერთ-ერთი ძმაკაცი ჩახوارია ეს აი არ მგონია მე შენი საძმაკა რომ არასდროს კაკადათი ყოველთვის გვედო მაგრამ ჩიტი არასდროს არ დაგვიწერია კაკები ძაღლები პარკური მართლა პარკურიც ხო ყველა შეგიძლია რამე შეგვისრულოთ კაცკაც და ჩემი უდიდესი მიღწევა იყო არა ჩემი უდიდესი მიღწევა იყო მანქანაზე 360 გვერდიდან ტრიალდებოდი ეს ой ნანახი მაქსო მეტი არაფერი მანქანის პატრონი რას ამოგახონო მანქანის პატრონი და გვაგიდებდა არა მოკლედ მე მაქვს ესეთი ისტორია რომ ბავშვობაში რახან ბავშვობაში შეხო და რახან ფეხბურთში შეხო ესეთი ისტორია მაქვს რომ ბავშვობაში ბეშიქტაშის ფორმა მეცვა და მეგონა რომ რეალის ფორმა იყო ბეშიქტაშის ფორმა სად გააძრე ბაზარში რა ვიყიდე და რა ეწერა უკან ამა ბეშიქტაში ფეხბურთელის სახელი ეწერა სავარაუდოდ რა ბეშიქტაში არ ეწერა თორე მივხვდებოდა და რატო გეგონა რომ რეალის იყო შავი და თეთრი იყო ისიც და ისიც ну შავი და თეთრი არის ბეშიქტაში გინდა ერთი მაგარი ისტორია მოგვყვა რომ არა მოვჭრით იმიტომ რომ არა ერთ გასვენებაში ვართ მოკლედ რა და ვიღაც გაიჩნდა რეალის თეთრი ფორმით და ჩემი ძმაკაცი ამბობს რეალს შავი ფორმაც ხო აქვს მოდი რაღაცა მოდი ხარ არც ერთი საკრებსაც ხო შავი ფორმა უკვე და რომ რავი მაგაზეც გამოვა ანუ რეალის გულშემატკივარი ხარ ისე დიდად ფეხბურთით არ მე უფრო ლივერპულისკენ ვიხრები ჩემი ძმაკაცური სოლიდარობაც ეს ერთი და ბრენდინგი ძალიან მომწონს ლივერპულის რა როგორც არის შეფუთული ლივერპულის ფორმა ძალიან მომწონდა ადრე გერბიც ყველაზე მეტად მომწონს ლივერპულის მართლა ბუდი რო ეწერა იდეაც რო შენ არასდროს ილი მარტო იდეაც იდეალურია კი ბატონო და სოლიდარობაც და ჩვენ არ იყოს იმიტომ რომ ეს ცოლქმარი რო არია ხო იცი ცოლი რო კარგა ხო და ზოგ-ზოგიერთი გუნდისგან განსხვავებით ჩვენ ფანებს ტრაკებს არ ეძახიან მით უმეტეს რომელი გუნდი იყო ვაი კულეები ტრაკებს ნიშნავს აქამდე არ უთქვამს არასდროს ეს ამოსაჯრელი ლივერპული რომელ ადგილზეა პრემიერ ლიგაში ბიჭო არ სამის მერე აღარ ჩვენ გულებშია პირველ ადგილზე 4-5-ის მერე აღარ უყურებ ხოლმე ეს ჩემპიონთან გასაგებია 6-ზე დაუსრულებია რაც დაბადებული ვარ მეტა არ ვიცი მანამდე ხო კარგი ბეშიქტაშს დაუბრუნდეთ დაუბრუნდეთ შევთავდეთ ყველა როგორ აღმოაჩინე რომ ბეშიქტაშის იყო მითხრეს რა ვინ გავედა შემოგადრეს ვინ პირველმა დაინახა და იცოდა ფეხბურთი ანუ ესე უბანში იდექი ჰალამადრიც ხეროდი ბეშიქტაშის იმაზე და ვიღაცამ გითხრა სტადიონზე რო დარბოდა ფიგუ კარლოში და ჰაშანსასი მიხვდა რომ ეს ჰაშანსასი იყო ჰაშანსასი სად გავიხსნა მადლობა არ შეიძლება ეგ ეწერა და შენი პირველი რეაქცია რა იყო ასა მე გულშემატკივროდი 6 თვე ინერციით ბეშიქტაშის რეგრეტი ბეშიქტაშის რამე და ჰაბაში და არაფერი არ მაგდა ნახი ძმავს საერთოდ და რამდენი წლის ვიყავიო რა თქვენ ძალიან პატარა ალბათ სკოლამდელი ასაკის შეიძლება სკოლაში ზავდიოდი რა კიდე მინიშნება მოქცე ზურასაც ცხოვრობს აფრიკაში რუსთავში ეხ სწორად გაყვასი რუსთავში რა ბაზრობა ბეშიქტაშობა ხო აღნიშნავ ანტალია სპორის არისო კაცო აი გადა დერბი ბიჭო ნახე ძველ დროში რა 20 წლის წინ მართლა არსებობდა რაღაც ეგეთ ფორმა. ჩემ პირველი ფორმა იყო დელ პიეროსი. ნუ ბეშიქტაში არ არის, მაგრამ ბარსელონას გულშემატკივარი ვარ და
Del Piero's ფორმა მომეწონდა, მაგიტო, ნუ Del Piero მაგის გამო მომწონდა რა. სრული სერიოზულობით სურათიც მაქვს თომასთან ჩაგდებული. ერთი ფორმა მაქვს ეგეთ ნახე, რომ ბრაზილიის ნაკრების ფორმაზე ბექემი ეწერა. ეგეთ და მეორე მაქვს ნახე, ჩემს მეგობარს ჰქონდა მანჩესტერის ფორმაზე იყო არსენალის გერბი და დროგბა ეწერა უკან. დათო გალოგრეს მოკითხვა აქედან. და ფორმა ის. ეცო, ანუ ყველა ვისაც არ უნდა მოეგო ეს გასწორებულში იყო. იან ჩემპიონთა ლიგას ბალეში გონდა. ერთი ლივერპული არ იყო მაგის ფორმა. სტიკერების ის იყო, ხო? მორჩენილი რაღაცეები ჩეკერეს. ეს არის ახლა პრინდები ნახე. ვიძახებ თურქი ფეხბურთელების სულებს. სიმართლე უნდა იყოს ესეც და ეს არის სიმართლე. რეალალები დავხვდით ნახე. მე მოგიყვებით თოგინას თლიანი ისტორიას რა. ფეხბურთი არ ვიცოდი და ალბათ უბანში ან სკოლაში. ზოგადად რა იყო თუ? არა, ანუ ეგრე არ ვიცი რა და იქ ძალიან პოპულარული იყო რეალი მაშინ მახსოვს რა, რაულის პონჩი, აი რაღაცა ყველას რაულის ფორმა ქონდა და ბებია ჩემამ დამპირდა რომ ისა რა ქვია ფორმას გიყიდიო და წავედით ბაზარში, აი ყველაზე ბლატნოი რეალის ფორმა ღირდა 14 ლარი და სადღაც 56 ლარად მივაგენი. ეს მინდა მეთქი ვერ ვიცანი და 56 ლარად. აი ძალიან ძვირი ღირდა იმ დროს 56 ლარად. ძალიან არაფერი არ იყიდებოდა. სვანე კონცხი ყიდიდი 56 ლარი. შეიძლება შენ გეთქვა რომ 54-ად და პირდაპირ 56-ად. წარმოიდგინე რომ ამდენი ფულია ზუსტად მახსოვს ეგ ციფრები რა 14-12 ლარი იყო ჩვეულებრივი ფორმები და 56 არ 14-ით საკმაოდ ძვირი იყო. 56 ლარი მივეცი და გამოვედი ჩავიცი ეს ჩემი ამერე რეალის ხოდა ფორმას და და ფეხბურთის სათამაშოდ გამოვედი და უვნელი მეუნება აზური გამანგარი ბეშიქტაშის ფორმა გაწვია ეგრევე პაუზა ვა ეგრევე პაუზა და უბნელი ჯამლეთ ხუხაშვილი და სხვა მაშინ ბეშიქტაში არავინ არ იცოდა. აი ვინ რომელი მეგობარი გეტყოდა? რავი რადიოთი გადიოდა მაისტერი. იგეთყოდა იცოდა ბეშიქტაში. 2000 წელს. კი და ირაკლი ჯულაყიძე იყო ეგეთი ადამიანი იყო რა არის გაუმარჯოს ძმო ახლა მოიფიქრა ეს სახელობა. ესე იგი ყველა ისტორიასე დავიწყე ხო? მოგეხსენებათ ბავშვობაში. მოგეხსენებათ ყველა ადამიანი ბავშვია, სანამ ადამიანი გახდება. დიდი. ხო და მეც ბავშვი ვიყავი და ამ პერიოდში იყო გადაღებები გაღმა ნაპირის ფილმი თუ იცით. ესეთ ხო გეცოდინებათ და გაღმა ნაპირში თუ ნაპირზე მუშაობდა მამა ჩემიც რა მხატვარი იყო მაგ ფილმში და ხანდახან მეც მივყვებოდი ხოლმე რა და ნუ სიამოვნებდა რა პროცესის ყურება და საბოლოოდ ფილმი რო გამოვიდა აღმოვაჩინე ერთ კადრში რომ დანგრეული სახლის კადრები რო არის იქ გდია სპილო სათამაშო რაღაცა დათუნია თუ რაღაცა და ჩემი იყო და სახში ვეძებდი მაგ ყველაფერს მე კარგახანი და ამიტყდა ტირილი და გაირკვა რომ თურმე მამა ჩემს წაუღია ეს ჩემი სათამაშოები ჩემ და დაუკითხავად და ესე სქიზმა მოხდა ოჯახში და მამა ჩემი გავაგდე სახლიდან. ერთი გურა. მსგავსი ისტორია უკვე მოვისმინეთ რევიასი და სიმართლე იყო. რომ თუ მშობელი არის ჩართული. ჩვენ ხელოვნები არ ვეთყუებით. თუ არის მშობელი ჩართული რაიმე ეს მსგავს საქმიანობაში, იქ აუცილებლად შვილიც მონაწილეობს რაიმე სახით. ნუ ეხლა მაშინ მე უნდა გენდო იმაში რა რომ ამაშენი დავიჯერო არის თუ არა და დანარჩენი ძალიან რეალური არის. რამე გიყიდეს იმის დასაკომპენსირებლად რო დაინახე ყველაფერი. არა. არაფერი. ისინი თუ მოგიტანეს უკან. ის არა. მაშინ სამშაბათო კინოსტუდიის ხატვარი იყო? ან რუსთავის თეატრის. რუსთავის თეატრის გასაგები. კინოსტუდიის ხატვარი რატო ვერ წაიყვანეს კინოსტუდიის ფილმზე? არ ვიცი, სხვა იყო ხატვა. მამა ჩემ რომ მარცხილადას უეცალა, გისმენ? მამა ჩემს უთხრეს. ხო, გასაგებია. ხატრად და მამა ჩემმა მე რო არ მაქვსო გამოცდილება ფილმზე მუშაობისო, თავის ძმაკაცი მიიყვანა და ხო, ვისაც ქონდა გამოცდილება და ესე ერთად. მე ნახე რა მაინტერესებს, რატო გახდა საჭიროება შენი იმის მიტანის, სათამაშოების მიტანის, ან ბიუჯეტის ამბავი იყო ალბათ. მაგდენი საინტერესოა. სეტზე ხო დაყვებოდი რა, იქ ხო იყავი. სეტზე აი ნახე, ხშირად დავყვებოდი და იქ რატო ფილმში აღმოაჩინე და რატო იქ ვერ აღმოაჩინე? იმიტომ რომ ეგ არ იყო თბილისში. მაგის გადაღება. და თბილისში რა იყო?
თბილისში სახლის კადრები იყო ხოლმე რაღაცები და 4-5 ჯერ. აი მე მგონია რომ სახლის გარეთ თუ არის სათამაშო ის სახლიც უნდა იყოს რამენაირად და სავარაუდოდ შეიძლება იყოს. შეიძლება ისტორია ნამდვილი არის. რომ შენ დაყვებოდი, რომ მამაშენი მხატვარი არის მაგ ფილმში, მაგრამ აი ზუსტად შენ სათამაშოები რო აღმოაჩინეს, აი მაგისი არ მჭერა. კარი ხოილი. მე მგონია რომ სიმართლე. მე სიმართლე მგონია, რატომ გოცავთ? ან კარგია და ისეთი კი არა რაღაც დებილ ბეღულაზე რომ მოყვაცა ეხლა ეს იყო კარგი ადამიანური თბილი ისტორია. სამი რომ მოგეცადა გეტყოდით სულ. გადაგაფიქრებით. ორი ისტორია მქონდა, ერთი ტყუილი, ერთი სიმართლეა, გადავწყვიტე. მეთქი ავარჩევთ ხო და მეთქი ბიჭებს სუტყუილებს ხო არ მოუყვებით ხო სიმართლე მოვდა. სპილო ძალიან მევასებოდა. სათამაშოები მქონდა როგორ ისე ადრე რო იყიდებოდა სპილო, მარტო რაღაცები რო ერთად ეყარა და აღარ იყო სახში და ადრე კი აი ხალხი იყიდება, უბრალოდ ჩვენ აღარ თამაშობ. ხო, ეგეც არის. ჯარისკაცები კიდე. აი მაგით როგორ მაგარი იყო. აი როგორ და გაიგო. ჩემი კაი. შემდეგზე რომ მოხდა დავახედა 2-2-ზე გავიყო და ბაბა და დავწყვიტე. ეგ იყო ყველაზე მაგარი. შემდეგზე რომ მოხდა ეს ლაჩვაბარი. დასრულდა. აი, მიხელი ჩამორთვათ და ოთროფრეა. რა სიტყვი ამ პროექტთან დაკავშირებით ხარ? ძალიან კარგი გუნდის გულშემატკივარი ხარ. მადლობთ. აი, გალათასარაი ისპანები სულ გვერდით უდგნენ. აი ეშლება. ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი ახალი და ძალიან ცინცხალი ეპიზოდი. ეს თავში უნდა იყოს. ცუდი მეგობრების, ცუდი დეტექტივის, ჩვენი სტუმარი იყო ქორა, დიდი მადლობა ამ ყველაფერთვის. მოხვედი. დავამთავრეთ ფრედ, ესენი კაი გუნდის გულშემატკივრები არიან და დავამთავროთ. ჩვენ ერთ გული. ჩვენ ერთ გუნდში. გამოიწერეთ გაუთხარ. აბა ჰე